საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით. ჩვენო პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ტრადიციულად ხუთშაბათი დღეა და როგორც ყოველ ხუთშაბათს დღესაც ჩვენ სამივენი ვიქნებით თქვენს წინაშე გეგა ხვედელიძე, თორნიკე კივილაძე მოგესალმებით და მე ბექა თავბერი კაპანაძე. სიმართლე გითხრათ და დამეთანხმებით თქვენს მეგობრებო, დღევანდელი დღის ფორმატი ცოტა განსხვავებული შინაარსის არა მხოლოდ წარმოგვედგინა, მოფიქრებულიც ჰქონდა. უფრო გაცილებით ასე ვთქვათ, შემეცნებით თემატიკასთან ახლოს, სხვადასხვა პრობლემატიკასთან, მაგრამ შემეცნებასა და აკადემიურობას გაესმებოდა უფრო მეტად ხაზი და აქცენტირდებოდა. ეს როგორიცაა თუნდაც კონსერვატიზმი, არა მხოლოდ დეფინიცია მისი შიგთავსი რაც წარმოადგენს, ხო? ასევე სოციალური სხვადასხვა საკითხები, სოციალური მეცნიერების შესახებ გსურდა საუბარი ბატონებო, რომ თუ ვინმეს შეხსენებათ, ან რაიმე ბუნდოვანება გააჩნდა ამ თემების ირგვლივ, ჩვენს შეძლების დაგვარად მეტი ნათელი მოვფენოდა ყოველივეს. ასევე ლიბერალიზმის შესახებ გსურდა 2-20 სიტყვა და მისი, ასე ვთქვათ, ანალიტიკა თუ საიდან მოდის ონტოლოგია, რას წარმოადგენს და ასე შემდეგ და ეს უსასრულოდ არ გადადებულა, შემდეგ გადაცემებში, როგორც ასე ვთქვათ, საჭიროება მოითხოვს, ასე ვთქვათ, დროც იქნება, ამას რა თქმა უნდა არ ჩავაგდებთ და განვახორციელებთ. და ეს ყოველივე იმიტომ გადაიდო, რომ დამეთანხმებით, ყოველდღიურობა იმდენად აი, როგორ გითხრათ, აქტუალიზებულია ნეგატივის კუთხით თავისთავად, რომ ჩვენ ყურადღებას ვერ მოვადუნებდით ამ ასე ვთქვათ მიმდინარე მოვლენების მიმართებაში და რა თქმა უნდა მოგაწოდებდით არა მხოლოდ ინფორმაციას, არამედ ჩვენეულ ხედვას და საერთოდ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ სტუდია ობიექტივში მხოლოდ მრავალ ასე ვთქვათ პროფესიონალურ და ადამიანურ ნიშასთან ერთად უპირველესი ერთ-ერთი არის ობიექტურობა და ობიექტურ ინფორმაციას, ჩემო კეთილო ადამიანებო. იცით, ტირანიული მანქანა არსებული, ხო? აბა სხვა რა უწოდო, კარგად დაიქოქა, შეიძლება ითქვას, მარწუხებს უფრო მეტად უჭერს. მოიაზრება აქ დაკავებებიც, ბატონო ჩემო, ჯარიმები კოლოსალური, თორნიკე, კოლოსალური, არაადეკვატური ჯარიმები, ნუ საიდან ამ უმუშევარ ქვეყანაში. ასევე ფონდების ხელმძღვანელთა სახლების, ასე ვთქვათ, ჩხრეკა, შევარდნების სახლში რა. საკმაოდ არაეთიკურად, ამორალურად შეიძლება ასე ითქვას რბილად. და მახსენდება, რა თქმა უნდა, ამის საილუსტრაციოდ, აი ეს ფეხმძიმე ქალბატონი თავის მცირეწლოვან 7 წლის ბავშვთან ერთად, სადაც მათ მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს და მეტი არაფერი აი ამ, ასე ვთქვათ, სპეცსამსახურების და რა თქმა უნდა სუსს როგორ მოვაშორებთ მათ, სუსთან ერთად ბრძანდებოდა პროკურატურა, აი მათი ვიზიტებით თუ შეიძლება ესე ითქვას. იქ მერე რა თქმა უნდა იქ ჟორჟოლიანის და ასე შემდეგ სახლის ჩხრეკა. იცით რა მინდა ხაზი, რას მინდა ხაზი გაუსვა. არაერთ გზის მithkoms რა. აქ ან ერთი იყავი და ან მეორე და ამ დროს შეიძლება მოგისმინო, ეს ეპოქა უნდა დაასრულოს ყოველმა ქართველმა. იცით, იმიტომ რომ მე არ მაინტერესებს ჟურნალისტი იყო ყოფილი, ეხლა ჟურნალისტია, თუ ადრე რას ამბობდა, რას მოქმედებდა, ვინ იყო მისი ქმარი, ჩემო ბატონო, რომელ ძალას ემსახურებოდა, ადამიანი არ არის? ადამიანზე არ არის საუბარი? ადამიანს არ უნდა მოვექცეთ ადამიანურად? ჩვენ ამის ამბიცია როდიდან გვაქვს ქართველებს?
ჩვენ ამის ასე ვთქვათ შესაძლებლობა და უნარჩვევები ჩვენ რომელი ტოლერანტები ვართ ჩვენ ტოლერანტები კი არა ბრიყვები ვართ მაშინ თუ ის ტოლერანტიზმი სხვათა მიმტევებლობაა და აქ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელთა თანამემამულეთა გაწირვა და მათ მიმართ არაადამიანური საქციელი ეს რა თქმა უნდა ვერცეთ ჩარჩოში ვერ ჩაჯდება რაც შეეხება ამ ასე ვთქვათ თქვენს ფსევდო საკანონმდებლო შემოქმედებას მისი მონაპოვარია სწორედაც კონკრეტულად არაერთი ყოველდღიურად ღებულობენ რაღაც კანონებს და ეხლა აქ ყბადაღებულია თითქოს რეგულაციები გაუმკაცრეს იმ 17 ქვეყანას ჯერ კონკრეტულად ეხლა ყველა ქვეყნის წარმომადგენელს უფალმა უშველოს კაცო ოღონდ არა ჩემი ქვეყნის დაქცევის ხარჯზე თქვენი ჭირიმით უგანდას და ბანგლადეშს საერთოდ რა ურთიერთობა პაკისტანსაც ბატონო მაგრამ პაკისტანი უკვე ჩვენი ძმები გახდნენ რაზეა საუბარი დიდი ხანია კაცო შემობძანდენ კოლექტივის ჭიშკარივით გაიხსნა მათთვის კარები საერთოდ ამ ჩვიდვის სომალს ბატონებო რა ესაქმებათ რა უნდათ ერთი წამით არ მოტყუვდეთ რომ ის ფაქტი რასაც ამბობენ რომ რეალურად ეხლა პროდიუსერი მეუბნება რომ ჩართვა მზად არისო აი სანამ ჭიათურის პრობლემატიკაზე გადავალთ ეს მცირე შესავალი მადროვეთ თქვენი ჭირიმეთ და აუცილებლად ჩვენ რა თქმა უნდა სტუმარი გვყავს პირდაპირ ეთერში და ეს ჩაგვერთვება ჩვენ მაგრამ ეს სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას რომ იცით რეგულაცია კი არ გამკაცრდა და რაც არ უნდა გამკაცრების სახე შეიძინოს რეალურად ეს არის პოზიცია და სწორება აი კაპიტულანტური ასე ვთქვათ მიდგომებით აი მეც ვერაფერს ვერ დავათქმევ სწორება და მიზანმიმართულება არის დამეთანხმებით ალბათ მეგობრებო და ჩვენო ტელემაყურებლებო იქითკენ რომ როგორმე შემცირდეს ჩვენი ავტოქთონური ქართული მოსახლეობა როგორმე შემცირდეს და მე მოგახსენებთ კიდევ ერთხელ ციფრებს აი ზუსტად მეოცნებეთა ოცნების გამოკვლეულ ციფრებს რატომ არ გახადეს საჯარო რატომ საჯაროდ არ გაავრცელეს 1,340,000 ქართველი ცხოვრობს მხოლოდ საქართველოში დღესდღეობით რეგისტრირებული 1,340,000 ამას დაუმატოთ 1,200,000-ზე მეტი შემოსული რეგისტრირებული ბატონო ჩემო და დავუმატოთ კიდევ 900,000-მდე არალეგალი ეს იმდენად კოლოსალური ციფრია იმდენად მონსტრად მოსჩანს ეს ყოველივე და მართლა დაუძლებელ ბარიერად რომ ეს ტენდენცია რომ გაგრძელდეს და პარალელურად შრომითი ემიგრაციის ზრდასთან რამე თუ ქართველი შრომითი ემიგრანტი გახადეთ თქვენ ბატონებო უფრო მეტად გადინება გაცილებით დიდია ეს რომ ასე გაგრძელდეს ჩვენ ქვეყანა მართლა ხელიდან გამოგვეცლება ეხლა რა თქმა უნდა დაუბრუნდეთ და გავაგრძელოთ ძალზედ მტკივნეული თემა ჭიათურის თემა იცით ჭიათურის საქმე აი მაღაროელთა უწყვეტი პროტესტის ფონზე თორნიკე მაღაროელთა აი მართლა უწყვეტი პროტესტის ფონზე სახელმწიფო ამკაცრებს მათ მიმართებაში აი როგორ გითხრათ მოქცევის წესებს მშვიდობიან მოქალაქეებს აკავებენ ხვდებით აი მომიტინგეებს ორი ადამიანი როგორც მე ვიცი იქ საერთოდ არ იყო ასევე ვინმე სოცკი რომელიც აი ქვანახშირის მოპოვების კომპანიის ერთ-ერთი მეწილე თუ ხელმძღვანელი საერთოდ ფლობელი ამ ყოველივესი იქ ბრძანდებოდა და იქ ხომ დააქცია უпростоრად ააშენა ბჭყალებში ყოველივე ეხლა აქ შემოიყვანეს ბატონო ჩემო მიუხედავად იმისა რომ სხვა რამ უნდა ემოქმედათ აი თან ყველაზე გულსაწყვეტი რა არის პატივცემულო ჭიათურელებო იცით რომ ჯერ ერთი ამ სოცკის თავისი წარმომადგენლად ვინმე პიროვნება მოდებაძე ყავს რომელიც შეურაცხყოფს იქ ჭიათურელებს ამ მართლაც მშრომელ და წელში გაწყვეტილ გაჭირვებისაგან თორე იქ მორალურად და სულიერად ჭიათურელი არ გატყდება მას არც ინტელექტი აქვს ვინმეზე ნაკლებად აი შეურაცხყოფს ის ადამიანებს და ძალმომრეობს ეს რას ნიშნავს თუ არა თქვენთან ერთად ტანდემს და ასევე პოლიციას უნდა შევეხო მინდა შევეხო
ჭიათურის ადგილობრივ პოლიციას და საერთოდ ესე ძალოვნებს. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მათ კვალიფიკაცია არ აკლიათ და პატარა ქალაქია, ნაცნობ მეგობრობაც დიდია, ხშირად და ზოგჯერ თუ ხშირად ისინი ბრმა იარაღი ხდებიან. ბრმა იარაღნი ხდებიან თავგასული ოლიგარქის მართლაც ამაზრზენი და ყოვლად სახელდაკარგული რეჟიმის ხელში. აი ეს მინდოდა მე თქვა. ჩვენ ეხლა ხაზზე ყავს ადგილობრივი ჭიათურის მკვიდრი პიროვნება ბატონი დავით ჭუმბურიძე და თუ შეიძლება შემოუშვით ეთერში. გამარჯობათ ბატონო დავით. გამარჯობათ ბატონო ბექა, მოგესალმებით. დიახ, მოგესალმებით. აი ერთობლივად აგერ მეგობრები, გენაცვალეთ გული გვტკივა, სული გვტკივა, ძალიან განვიცდით. ბატონი დავითი არის პიროვნება, რომელსაც ძალიან ბევრი იცნობს, ძალიან ბევრი დადებითად იცნობს ჩემო კეთილო ადამიანებო, თორე ბევრი ცნობადობა ეს ვერაფერია. დადებითად და ზემოიმერეთი თუ შეიძლება ითქვას, ზემოიმერეთში ერთ-ერთი ცნობილი პიროვნებაა თავისი ნიჭიერებით და ასე შემდეგ. და თვითონ დავითს მინდა გითხრათ, რომ ჭიათურის და ჭიათურელების პულსიდან ხელი არასდროს აუღია და ის მტკივნეული საკითხები და პრობლემატიკა და არა მხოლოდ ჯორჯიან მანგანეზის შესახებ, მან ძალიან კარგად იცის. მე რა თქმა უნდა ჩვენ უბრუნდებით ამ მტკივნეულ საკითხს და მინდა გკითხოთ ბატონ დავით, ესე იგი რა ვითარება ამჟამად ჭიათურაში და აი ეს მართლაც დიდი პრობლემა, რომელიც რაიონს და რეგიონს გადასცდა და ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის დიდი ხანია გადაცდენილია, რა ფაზაში იმყოფება დღესდღეობით. მოგესალმებით ბატონო ბექა, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს, თქვენ სტუმრებს და დიდი მადლობა ამ ჩართვისთვის და ზოგადად დაინტერესებისთვის. დიახ, თანაწამყვანები ვართ ჩვენს უყველანი. სტუმრები ყავს ხოლმე ხანდა. დიახ, გისმენთ ბატონ დავით. ესე იგი, პირველ რიგში დავიწყებ იმით ბატონო ბექა, რომ 4 ადამიანი თქვენს აღნიშნეთ არის დაკავებული საკმაოდ მძიმე მუხლებით, 2 მათგანს ემუქრება 6-დან 9 წლამდე მუხლი. ეს არის ორგანიზებული დანაშაულის, ასე რომ ვთქვათ, ორგანიზატორობა და 2 მათგანს 4-დან 6 წლამდე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, ასე რომ ვთქვათ, მონაწილეობას ამ ორგანიზებულ დანაშაულში. ეს არის აბსურდი 4-დან 9 წლამდე აბსოლუტურად არაფრისთვის და პირველ რიგში სოლიდარობა ამ დაკავებულებს, მათ ოჯახებს და პირველ რიგში ვითხოვთ და ვაჟღერებთ იმას, რომ უპირობო გათავისუფლება ამ ადამიანებს. თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ როდესაც ეს სისტემა სულ ძალადობრივი იყო ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, რავით, საბჭოთა კავშირიდან დაწყებული, დღევანდელი დღით დამთავრებული და განსაკუთრებით პერიოდები არის ხოლმე, როდესაც განსაკუთრებით ძალადობრივი ხდება ეს ყველაფერი, როდესაც აღარ ემორჩილება აღარანაირ ლოგიკას და მიდის ხოლმე, ასე რომ ვთქვათ, დაკავებულებით ვაჭრობას დავარქმევდი ამას. მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის დაკავება, რომ ივაჭრონ შემდეგ და უკვე დაკავებულებს, მათ ოჯახის წევრებს, მათ მეგობრებს, ახლობლებს იმაზე კი აღარ ქონდეთ საზრუნავი, ეს დაკავებულები მანამდე რას ითხოვდნენ. ის კი აღარ უნდა მოითხოვოს ადამიანმა. ისეთი პირობები უნდა შეუქმნა, ისეთ დღეში უნდა ჩააგდო ეს ადამიანი, რომ მხოლოდ და მხოლოდ გათავისუფლებას ითხოვდეს. იმის ხარჯზე, რომ ხმას აღარ ამოიღებს აღარასდროს, მაგრამ ეს ბიჭები ძალიან ღირსეულები არიან და მხოლოდ და მხოლოდ შემოთვალეს, რომ ჩვენით ვერავინ ვერ ივაჭრებს, შიმშილობა დაიწყო 2 მათგანმა, მხოლოდ და მხოლოდ იმ არა გათავისუფლების მოთხოვნით, ამასაც კარგად მინდა რომ ყურადღება მივაქციოთ, არამედ მოთხოვნით, რა მოთხოვნებიც აქამდე მათ ჰქონდათ და რა მოთხოვნებიც ეხა მაღარუელებს აქვთ, მათ მეგობრებს აქვთ და შემოუთვალეს ამ თავიანთ მეგობრებს, რომ არამც და არამც მათი თავისუფლებით არავინ არ ივაჭროთ და ბოლომდე დაიცავით ჭიათურის და დასაქმებულების ინტერესზე. ეხლა რაც შეეხება ზოგადად რა ვითარებაა, მოიხსენებათ და ვისაც არ მოიხსენება, ეხლა გეტყვით, რომ უკვე 60 დღეზე მეტია, რაც ეს ადამიანები და მთელი ჭიათურა ფაქტიურად ქუჩაშია, კარავში ათევს ღამეს. კომპანიამ, ასე რომ ვთქვათ, CMC ჯგუფმა, რომელიც წარმოადგენს
ჯორჯიან მანგანეზს ამ შემთხვევაში. თავიდან შეიტანა გაკოტრებაზე სარჩელი სასამართლოში, რომ თავი გამოეცხადებინა გაკოტრებულად. მანამდე როცა გაჩერდა ეს კომპანია, ვალდებულება ჰქონდა, რომ ხელფასის 60% უნდა აენაზღაურებინა დასაქმებულებისთვის, 4 თვის აუნაზღაურა, ბოლო 2 თვის ჰქონდა ასანაზღაურებელი, როცა გადაწყვიტა, რომ ნუ გავკოტრდი, ჭიათურაში მაღაროებში მუშაობას აზრი აღარ აქვს, წამგებიანია, შესაბამისად, რაღაც SMS მიწერა დასაქმებულებს, რომ გემშვიდობებითო, რაზეც საბედნიეროდ სასამართლომაც უარი უთხრა გაკოტრებაზე და იმ 2 თვის გადახდაც მოუწია. ამ შემთხვევაში არის ესეთი ვარიანტი მოძებნილი, რომ ამ CMC-ს მაგივრად შემოყავთ ვინმე სოცკი, რომელიც თქვენს აღნიშნეთ არის ამ წუთში ტყიბულის ქვანახშირის მმართველი და ტყიბულში რა ამბავით დაატრიალა, ყველამ ვიცით. ფაქტურად ხმის ამომღები არ არის არავინ, გამპროტესტებელი არ არის არავინ, ვინც ცოტა ისეთი იყო, ვინც რამეს აპროტესტებდა სამსახურიდან გაუშვეს და დაატოვეს ადამიანები, დარჩნენ ადამიანები ხმის ამოღების გარეშე და დღეს ერთ-ერთმა ტყიბულში დასაქმებულმა ადამიანმა წერილი გამოაგზავნა, რომელიც წაიკითხეს მაღაროელებმა აქციაზე, სადაც ვერც სახელი დაასახელა, ვერც გვარი, უბრალოდ აღწერა ის პირობები და ის პროცესები, რაც ტყიბულში მიდის და თქვა, რომ არამც და არამც არ დათანხმდეთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჭიათურაც საბოლოო ჯამში აქამდე მივაო. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ ბატონ ბექა და მე კითხვა-პასუხის რეჟიმით უფრო მისაღები იქნება, მაგ რეჟიმზე გადავიდეთ. ერთ რაღაცას დავამატებ, რომ ეს არის ზოგადი, ასე რომ ვთქვათ, გლობალური პრობლემა, არ არის მხოლოდ ეს ჭიათურის პრობლემა, ზოგადად დასაქმებულების ძალიან დიდი პრობლემები აქვს, იგივე ტყიბულში, რუსთავში, ბევრგან თბილისშიც, მათ შორის ეს გაფიცვები და არაადამიანური პირობები არის ბევრგან, ეს არის არასწორი მუშაობის შედეგი, რაც კონკრეტულად ჭიათურას შეეხება, აქ კიდევ უფრო დიდ მასშტაბთან გვაქვს თქვენ კარგად მოგეხსენებათ საქმე, ეს მანგანუმი არის, ასე რომ ვთქვათ, ჭიათურის მანგანუმი მსოფლიო მრეწველობაში ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და აქ ეს ჭიდილი ამ ოლიგარქების, დიდი ოლიგარქების, კალამოისკი, სოცკი, აქ ადგილობრივი ოლიგარქი ჩვენი და მიდის, ასე რომ ვთქვათ, გადანაწილება ამ დოვლათის და ამ დოვლათის გადანაწილებას სამწუხაროდ ეწირება ქალაქი და ეწირება დასაქმებული. ეს 2016 წლიდან, როდესაც კომპანია დააჯარიმეს, ასე რომ ვთქვათ, 400 მილიონზე მეტით, 9 მილიარდამდე დააჯარიმეს, ამის პარალელურად, ამის სანაცვლოდ კომპანიაში შევიდა სახელმწიფო მმართველი. ანუ ფაქტურად სახელმწიფო მართავს უკვე 2017 წლიდან ამ კომპანიას, ეს იყო ჯერ ჩიქოვანი, მერე შეიცვალა. ჩიქოვანი აღარ არის? ჩიქოვანი იყო 6 წლის ვადით, ანუ 3 წლის ვადით ნიშნავს სასამართლო გარემოს დაცვის სამინისტროს წარდგინებით, ახლა ამ გარემოს დაცვის პრობლემებზე შემოუშვეს ეს სპეციალური მმართველი, 6 წელი იყო ჩიქოვანი, მერე 2 წლით დაინიშნა ვინმე კირთაძე, რომელიც საერთოდ არავინ არ იცის ვინ არის და უკვე ესე იგი 8 წელია სახელმწიფო მართავს ამ კომპანიას და უფრო და უფრო უარესდება ეს ყველაფერი, უფრო და უფრო უარესობისკენ მიდის, არის უამრავი კორუფციული ამბავი შიგნით, რასაც კომპანიამ ვეღარ გაუძლო. მე ერთ-ერთ ჩემ პირად ვიდეოში მქონდა ეგეთი რამე, რა არის გამოსავალიო, მე კითხებოდნენ და ჩავწერე ვიდეო, სადაც ვამბობდი, რომ გამოსავალი არის 2. ერთი ან ეს კერძო ინვესტორი უნდა გაუშვან და ის ფული რაც ხმარდებოდა კერძო ინვესტორს მოხმარდეს ქალაქს და დასაქმებულს, ან სახელმწიფო და მასთან დაკავშირებული ჯგუფები, რომლებიც ფულს შოულობენ ამ ჭიათურაში, ესენი უნდა ჩამოშორდნენ კომპანიას და ეს თანხა უნდა მოხმარდეს ქალაქს და დასაქმებულს. მე მაშინ ვამბობდი, რომ არც ერთის იმედი მქონდა და არც მეორეს, იმიტომ რომ ინვესტორის გაშვება მოგეხსენებათ რა ხელ პროცესთან არის დაკავშირებული სასამართლო დავები და ასე. რამე სახელმწიფო იმდენ ფულს შოულობს, რომ არ ამგონია ხა კეთილინება დღეს და ხვალ გამოავლინო და თქვა, რომ სო გვეყო ფულის ჭამა და ეგ ფული მოახმარეთ ქალაქს და ჭიათურას და დასაქმებულებსო, მაგრამ ყველაზე ცუდი ვარიანტი მესამე პიროვნება შემოიყვანეს, რომელმაც ესე იგი აი ამ მესამე პიროვნებასთან დაკავშირებით, ბატონ დავით. მეგობრებსაც რა თქმა უნდა ექნებათ შემდეგ რაც ექნებათ კითხვა დაგისვამენ, მაგრამ მე უცებ დამებადა ესეთი რამ და არა მხოლოდ ეხლა, მანამდეც ეს მეფიქრებოდა ყოველთვის, რომ ეს სოცკი თავისთავად ჯერ ქვანახშირში და შემდეგ აქეთ ამ ბოლოდროინდელ, ასე ვთქვათ, მათ გადაწყობაზე
FSB-სა და რუსულ ნომენკლატურაზე, ასე ვთქვათ, და ორი სტანდარტის დაკმაყოფილებისკენ ტოლვაზე, არა და ვერც ერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. ამის მონაპოვარი ხომ არ არის? რამე თუ სოцკი არის ის პიროვნება, თქვენ როგორ აგაქვთ ინფორმაცია, რომ აი დაახლოებული იმ ეშელონებთან, როგორც კალამოისკიზე კიდე მრავალია სასაუბრო. კალამოისკის თავის კრიმინალური და თავის პრობლემების გარდა კიდევ იქ მრავალი, აი მართლა ამათი ცნობილი deep state-ის წარმომადგენელად შეიძლება ჩავთვალოთ კალამოისკი, მაგრამ არის ოცნებისთვის სათნო deep state-ი ეს სოцკი? აი როგორი ინფორმაცია გაქვთ თქვენ ამის შესახებ? ჯერ კალამოისკით რო დავიწყოთ, ეხა ანუ მე რა ლოგიკაც შეიძლება გამოვითარო ამ ამბავში, ანუ ის deep state-ის ღრმა deep state-ის ნაწილი მართლაც არის კალამოისკი და ოღონდ ეხა იმავე deep state-ში პრობლემები აქვს. კალამოისკის უკრაინაში პრობლემები ქონდა და მიჟილი ქონდა შინაპატიმრობა, ამერიკაშიც რაღაც დასანქცირებულია მე როგორც ვიცი და როგორც ჩანს ეხლა იხელთ ეს დრო რომ ასე რომ ვთქვათ საბოლოოდ ეს კომპანია ჩაიგდონ ხელში ასე რომ ვთქვათ ადგილობრივმა deep state-ის წარმომადგენლებმა. ხოლო ამ ახალ სოцკის რაც შეეხება, ну როგორც მე მაქვს ინფორმაცია, არის საკმაოდ დაახლოებული პირი ასე რომ ვთქვათ ამ რუსულ ამბავთან და დავით, თუ შეგიძლია კამერა გაასწორე, დავით, რომ აი კარგად გამოჩნდე. ხო, ზარი შემომივიდა და დიახ, კამერა გაასწორე, რომ კარგად გამოჩნდე. გასწორდა, ხო? აი ახლა ვნახავთ თუ გასწორდა. დიახ. და თან არ დაგვაუწყდეს ერთი რამ, რომ ეს არ არის არც ტყიბულის ქვანახშირი, არც ჭიათურის მაღაროები, ეს არ არის ასე რომ ვთქვათ, რაღაც ერთი მცირე კომპანია. ეს ფაქტიურად შე როდესაც ადამიანს აძლევ ქვანახშირს, აძლევ ჭიათურ მანგანუმს, ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად ქალაქის მართვის უფლებას აძლევ ამ ადამიანს. კი ბატონო. 3620 დასაქმებული ყავს ეხა ჭიათურაში. ფაქტიურად მთელი ქალაქი არის ასე რომ ვთქვათ პარალიზებული ამ ეტაპზე. ამ წარმოებასთან, არა მარტო ეს ოჯახის წევრები და დასაქმებულები, ვიღაცას მაღაზია რო აქვს, ვიღაცას სალონი რო აქვს, ბაზარი რო მუშაობს, თლიანად ამ ამბავზე არის დაკავშირებული და ეხა ყველაზე მთავარი რაც მინდა ბატონო ბექა, რაზეც მინდა ვისაუბრო არის რომ ესე იგი ადამიანებს შორის გათიშე და იბატონეს პრინციპით აკეთებენ ყველაფერს. ადამიანებს შორის იწვევენ დაპირისპირებას. თვითონ თანაქალაქელებს შორის, ადამიანებს შორის, ვინც 10 წლეულებია ერთად მუშაობს, მათ შორის იწვევენ დაპირისპირებას. და დაპირისპირებაზე ერთი წუთი თუ შეიძლება ბატონ დავით, აი რაღაც მინდა უცებ ესე ჩაგეკითხოთ რა. თუ ეს ჩაკითხვა და ჩაგეკითხოთ სიტყვა ჩემთვის უხსენებელ პიროვნებას ეკუთვნის, ამ სიტყვას ეხლავე მოხსნი და სულ სხვა ლექსიკით დაგიკავშირდებით, იმიტომ რომ ჩაკითხვა და ასე შემდეგ მისი ლექსიკონია, როგორც გამახსენდა. ეხლავე შეგეკითხებით, ასე ჯობია, საერთოდ establishments არა მხოლოდ ამ ხელისუფალს, წინა ხელისუფლებას, რომლებიც ძალიან გვანან ბევრ რამეში ერთმანეთს, შევარდნაძის პერიოდიც გავიხსენოთ. რეალურად მიუხედავად იმისა, რომ დიდი უმაღლესი ხარისხისაა პეროქსიდი ჭიათურაში და თან მარაგი ძალიან დიდია, ხო, დღესაც მე როგორც ვიცი, ეს 0.1% არ ხმარდება ძალიან კარგად ვიცით ჭიათურას. ის კანონდარღვევით ჩადენილი საქმეების კანონში მოქცევას და რეგულაციას რომ აქვს ადგილი რომ ღია წესით მოპოვება აუცილებლად გამოიწვევდა და მრავალგზის გამოიწვია დაავადება და დასნეულება ჭიათურლებისა კიბოიანების კუთხით ვამბობ და ონკოლოგიურ დაავადების კუთხით ვამბობ, იცით? ეს ხომ ასევე სახეზია, მაგრამ იცით რა მინდა ვთქვა? ხელისუფლება შეეჩვია წინაც ეხლანდელიც რომ გაიფიცებოდნენ თუ არა ჩვენი ღირსეული ქალაქის ღირსეული წარმომადგენლები, იქ აღმოჩნდებოდა 1-2 მოხდა ბატონო ჩემო. იქ აღმოჩნდებოდა 1-2 ადამიანი, რომელიც ლიდერობდა და რომელთანაც მისასვლელი ჰქონდათ 30 ვერცხლის შესათავაზებლად და 30 ვერცხლსაც ზოგიერთი მე ბექგრაუნდს ვამბობ, დახარბდა, აიღო და პროცესი ხშირად ჩერდებოდა.
აი ეს სამწუხარო ისტორიას ძალიან ცუდად შეეჩვია, ძალიან ცუდად შეეგუა. აი ყველა დროის ისტაბლიშმენტი და დღესაც გონიათ რომ როგორც უნდათ და რა დროსაც უნდათ ქოთანს ყურს იქიდან მოაბამენ. ოღონდ ეს ასე რომ არ იქნება, აქ ჭიათურელების ერთი სული და ერთი პირი უნდა იყოს აუცილებელი და აი ამიტომ ეხლა განსაკუთრებით საჭიროა ეს ერთი სული და ერთი პირი და მე მინდა ჭიათურებს მოუწოდო რომ თუ გადაწყვეტილებას მივიღებთ და მიიღებთ განსაკუთრებით დასაქმებულები ასე იქნება თუ ისე იქნება ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს საერთო ძალიან ვთხოვ ყველას ეხლა არის ესეთი მოცემულობა რომ ესე იგი 3620 დასაქმებული ყავს ამ წუთში ამ კომპანიას ჭიათურაში ამბობენ რომ დაახლოებით უნდა განახევდეს რა ეს ყველაფერი და წარმოიდგინეთ თქვენ რამხელა დაპირისპირება მოხდება ქალაქში ამ წუთშიც ხელს აწერიებენ რაღაც ხელშეკრულებაზე რომელიც ესე იგი ამ ჯერჯერობით გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ იმას რომ ყველაფერში კომპანიას ეთანხმებიან და უარს ამბობენ ასე რომ ვთქვათ რომ იყვნენ დასაქმებულები ამ წუთში და გადადიან დასაქმების მაძიებელთა სიაში რომ მერე ამ ახალმა მენეჯმენტმა ეს ადამიანები დაასაქმოს ეხლა ვინც აქციებს მართავენ და მაღარუელები ვინც არიან წინა პლანზე ამ საინიციატივო ჯგუფის ეს ადამიანები არ ეთანხმებიან ამ პროცესს ზუსტად ამას მოყვა ის დაპირისპირება რომ ძალით ესე იგი მაღარუებს ხსნიან თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ შუქრუთი მაღარო დაკეტილია და მოსახლეობა უკვე დიდი ხანია 500 დღეა წარმოიდგინეთ ბატონო ბექა 500 დღეა რაც მოსახლეობა აპროტესტებს ამ ყველაფერს მოსახლეობა აპროტესტებს იმას რომ სახლკარი ენგრევათ ფაქტიურად ჭიათურლებს და ეხა შევიდნენ ამ მაღაროებში და ძალით ხდება ამ მუშა პროცესის აღდგენა. ვითომ მუშა პროცესი? მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ესე იგი ვითომ თქვა რომ მუშა პროცესი აღდგა და თქვენ წარმოიდგინეთ ქალაქში 1500 და 2000 ადამიანი რომ უმუშევარი დარჩება. წარმოიდგინეთ რა დღეში იქნებიან ეს ადამიანები, მათი ოჯახის წევრები და წარმოიდგინეთ ის ადამიანები ვინც შენ გვერდით რომ მუშაობდნენ გუშინ წინ და ის ხელს მოაწერს იმას დატოვებენ სამსახურში და შენ გაგიშვებენ ერთმანეთშიც როგორი დაპირისპირება გაღვივდება ხო წარმოგიდგენთ ეხლა ესენი რა ცდილობენ ეს გათიშე და იბატონეს ცნობილი მეთოდით რომ ეხლა უნდათ ეს პროტესტი ჩაახშონ იმ ადამიანებს ვინც ხელს მოაწერენ ამ სოციალურ პირობებში მუშაობაზე პირდებიან ყველაფერს რომ კარგად იქნება ყველაფერი ამუშავდება ყველაფერი ეხლა უნდათ რომ ეს პროტესტი ჩაახშონ ასე რომ ვთქვათ აღარ იყოს ეს პროტესტი და მერე უკვე ვინც თანახმა იყო ამ მუშაობაზე იმათ შორისაც აღარ აიყვანენ ყველას მაგრამ ისინიც გათითო კაცებულები იქნებიან მერე გვერდში მდგომი აღარავინ ეყოლებათ თუ ეს პროტესტი ახლა გააქრეს და არაფერი ამით არ გამოვიდა მერე იმ დარჩენილ 1000 კაციდან 500 ისევ გაუშვება. კი, აპრობირებული მეთოდია, ბატონ დავით, აპრობირებული მეთოდი. სხვათა შორის თორნიკეს უნდა კითხვა დაგისვა, თუ შეიძლება უკაცრავად ბატონ თორნიკეს. ბატონო დავით, მოგესალმებით. მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის, მადლობა რომ დგახართ მაღაროელების გვერდით და სოლიდარობას უცხადებთ ჩვენს, რასაკვირველია. თითოეულ დასაქმებულ პირს და სრულიად ჭიათურის ქალაქს და ჭიათურის ქალაქის მცხოვრებლებს მე ასეთი კითხვა მექნებოდა თქვენთან ბატონო დავით თუ არის დათვლილი დაახლოებით რა ქონებას ფლობს ქართული სახელმწიფო ჭიათურაში არსებულ რესურსებთან დაკავშირებით ანუ დაახლოებით რა ქონებაზე არის საუბარი და რამდენად ხართ მომხრე ასე ვთქვათ აი ამ რესურსის ნაციონალიზაციისა რა პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას და რა დადებითი მახასიათებლები შეიძლება კონდეს ამ პროცესს დიდი მადლობა მადლობა კითხვისთვის ესე იგი მთავარი მოთხოვნა იყო და რჩება ნაციონალიზაცია ასე რომ ვთქვათ როდესაც გაიყიდა თავის დროზე ეს კომპანია წინა ხელისუფლების დროს მაშინვე იყო კითხვები მაშინვე იყო ბუნდოვანება მე ზოგადად თვითონ რაღაცის პრივატიზების წინააღმდეგი თუ სწორად მოხდება ეს პრივატიზება და თუ სწორი ინვესტიცია შემოვა ადამიანები დასაქმებულები იქნებიან და კმაყოფილები იქნებიან არა ვარ სიმართლე გითხრათ მაგრამ იმდენად ბუნდოვანებაშია ყველაფერი ხელშეკრულება დამალული იყო ლიცენზია დამალული იყო წილები დამალული იყო კიდევ ვინ ფლობს ამ კომპანიაში წილებს ეგეც არავინ არ იცის რა პირობებით შემოვიდა როგორ არის ეს ამბავი ამიტომ თუ რეალურად ნორმალური სახელმწიფო პირობებში მოხდება ასე რომ ვთქვათ ნაციონალიზაცია მე არც მაგის წინააღმდეგი არ ვიქნები
უბრალოდ ამ წუთში ნაციონალიზაციამ შეიძლება ის გამოიწვიოს, რომ დროში გაჭიანურდეს ეს ყველაფერი, ანუ სასამართლო პროცესები წავა ალბათ თუ პირდაპირ ასე რომ ვთქვათ სახელმწიფო ჩამოართმევს ამ ინვესტორს, ამ კომპანიას და შეიძლება უფრო მეტი პრობლემა გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეგეთი გეგმა გქონდა შეთავაზებული, საკრებულოსაც წარუდგინეთ ეს გეგმა, მაღაროელებსაც წარუდგინეთ ეს გეგმა, რომ ეხლა რა სპეციალური მართველი როგორც არის შერჩეული, ესეც ბუნდოვნათ ამ წუთში და არის და იყო ყოველთვის იმ კლანის ნაწილი და უბრალოდ კორუფციული გადალაგება იყო. ანუ ბატონო თორნიკ, ესე იგი რა მოხდა, რომ სახელმწიფომ დანიშნა სპეციალური მართველი ჯორჯიან მანგანეში. ამ სპეციალურ მმართველს სინამდვილეში სახელმწიფოს ხელი უნდა ყოფილიყო იქ და ეკეთებია დასაქმებულის ქალაქის და სახელმწიფოს საქმე. მაგრამ სინამდვილეში ეს დანიშნა იყო არა ასე რომ ვთქვათ სახელმწიფოს ხელი იქ იყო ამ ჯგუფების ხელი იქ, რომელმაც კიდევ უფრო მეტი კორუფცია შეიტანა. ხო კი ბატონო. რასაც გეუბნებით რომ კიდევ ერთი ჭამელი გაუჩნდა კომპანიას და იმის მაგივრად რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცია ადამიანებისთვის, უფრო ეკონტროლებია ეს კომპანია, შეიქმნა მაგალითად ეგეთი საშუამავლო კომპანია. ეს საშუამავლო კომპანია ხა რას აკეთებს, რომ ჭიათურიდან არ შეიძლება პირდაპირ ზესტაფონის სფეროში ჩაიტანო მადანი. ჯერ უნდა მიცეს საშუამავლო ფირმას და საშუამავლო ფირმამ ჩაიტანოს ეს ზესტაფონში შუაში ვიღაცამ ფული იშოვოს. ასე რომ თუ სწორად მოხდება ანუ სახელმწიფოს შესვლა ამ კომპანიაში იქნება ყველაზე კარგი, ასე რომ ვთქვათ და ამ წუთშიდაც მოქალაქეები ეს მაღაროელები რას ითხოვენ? ერთადერთი ეს ადამიანები ითხოვენ, რომ პრემიერ-მინისტრის დონეზე მოხდეს ჩართულობა და ამ პრობლემის გადაწყვეტა. და წარმოვიდგინეთ, 60 დღეა, 65 დღეა ხალხი ქუჩაშია და იმასაც ვერ მიაღწიეს, რომ სამუშაო ჯგუფში სამხრივი სამუშაო კომისია შეიქმნა ბატონო თორნიკე, სადაც წარმოდგენილები არიან, წარმოვიდგინეთ, მინისტრები, გარემოს დაცვის მგონი, ჯანდაცვის მინისტრი და რამდენიმე კიდე, არიან წარმოდგენილები პროფკავშირები, არის წარმოდგენილი კომპანიის მენეჯმენტი და არ არის წარმოდგენილი მაღაროელთა ჯგუფები. წარმოვიდგინეთ, ადამიანები ითხოვენ, რომ ჩვენ გვეხება საკითხი. დიახ, კამერა გაასწორე, დავით, კამერა გაასწორე კიდევ. ადამიანები ითხოვენ, რომ მათი ჩართულობით მოხდეს. წარმოვიდგინეთ, რა დონის აბსურდთან გვაქვს საქმე, რომ თქვენზე რო იყოს საუბარი, თქვენი დასაქმება წყდებოდეს, თქვენი ქალაქის ბედი წყდებოდეს სხვაგან. გასაგებია ერთ კითხვას დავშოთ. თქვენი ნებართვით, ბატონო დავით, კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ, თუ შეიძლება. და რა შეეხება ის თქვენ რას ვთქვით, რამდენი რესურსი არის? დიახ. ანუ რესურსულად, ანუ თვითონ თანხობრივად ასე შესწავლილი თვითონ მადნის რესურსი კი არის შესწავლილი, მაგრამ ეს მოსაპოვებელი მადანი ასე რომ ვთქვათ, დაახლოებით არის როგორც ამბობენ 10-15 წლის მარაგი დარჩენილი ამ ტემპით რო იმუშაონ კიდევ უფრო ნაკლების ალბათ და ასევე ერთ რაღაცას გავუსვამ ხას რომ ჩვენი მოთხოვნა არის რომ და მაღაროელების და ქალაქის წარმომადგენლების მოთხოვნა რომ შეიქმნას ფონდი, ჭიათურის განვითარების ფონდი, რომელიც შეივსება ამ გატანილი მადნის წილ 5% უნდა დარჩეს ქალაქში რომ ეს მოახმაროთ ჩვენ ალტერნატიული დასაქმების ადგილების შექმნას, თორე 10 წელი იქნება თუ 15 წელი ეს მადანი რომ ამოიწურება, მერე ქალაქმა რომ ხო უნდა გააგრძელოს არსებობა. ფუნქცია არ უნდა დაკარგოს, დიახ. და თუ ჩვენ 15 წლის მერე უკვე რომ ფაქტის წინაშე დავდგებით, მაშინ დავიწყეთ მაგაზე ფიქრი, მერე ვეღარ მოვასწრებთ. ეხლავე მაგას ვამბობთ, რაზეც ასე ვთქვათ, პასუხი არ არის და არავინ ამაზე არ ერთ კითხვას დაგისვათ, თუ შეიძლება. აი, როგორ წარმოგიდგენია, თქვათ, პროტესტის განვითარება, თქვენ რისკენ მოუწოდებდით, თქვათ, მაღაროელებს და ქართულ საზოგადოებას, როგორ არის შესაძლებელი ამ ადამიანების შრომითი უფლებების დაცვა და შედეგის დადება, ასე ვთქვათ. და თან ამავე დროს, სანამ გიპასუხებს ბატონი დავითი, მინდა იცოდეს საზოგადოებამ, ვინაც არ იცის, რომ ეს კონკრეტულად არც მაღაროს მუშაკი ყოფილა და არის ეხლაც. და არც რა თქმა უნდა ისტაბლიშმენტთან რაიმე დოზით რაღაც სახელისუფლო სახელოების ფლობელი ან ყოფილი ან დღევანდელ ვითარებაში სრული ასე ვთქვათ ნეიტრალური მოღონდ
მოჭირნახული და მამულიშვილური არბიტრის თვალით და ამიტომ არის პირუთვნელი მისი შეფასება. დიახ, გისმენთ. ისა გაგცემთ მაგით მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო ბექა ასეთი სიტყვებისთვის და გიდასტუროთ პატივისცემას და არაერთხელ საერთო პროტესტშიც ჩართულები ყოფილვართ მე და თქვენ და ვიცით რომ ასე ვთქვათ გამოგვიცდია ყველა მხრივ მაგ მხრივაც ერთმანეთი და გიდასტურებთ დიდ პატივისცემას. რაც შეეხება ბატონი თორნიკეს კითხვას, ანუ მთავარი ამ შემთხვევაში არის რომ დაპირისპირება შემცირდეს და არათუ შემცირდეს აღმოიფხვრას. მეორე არის რომ ერთი პირი კონდეს მაღაროელებს ეს მუშაობის დაწყება და განახლება იქნება თუ არ დაწყება იქნება აქ უნდა კონდეთ ერთი პირი და ერთიანად ისაუბრონ და არ უნდა იყოს შიგნით დაპირისპირება, იმიტომ რომ შიდა დაპირისპირება როგორც ქვეყანაში ასევე საწარმოში და ყველგან შლის ყველანაირ პროცესს სამწუხაროდ ხელისუფლება გადავიდა რეპრესიების ამუშავებაზე, ძალადობრივად გახსნა შუქრუთის მაღარო, რომელსაც პროტესტანტები კეტავდნენ იმის გამო, რომ მათი საცხოვრებელი ინგრევა და ასე რომ თქვა დაიჭირეს ეს 4 ადამიანი, აიყვანეს ფაქტიურად ტყვედ და ეს იყო პროვოკაცია, მინდა ვთქვა რომ იქ ადამიანები, 2 ადამიანი მაგალითად ვის დაიჭირეს, არც ერთი ბრალს არ აღიარებს, მაგრამ 2 ადამიანი ვის დაიჭირეს, საერთოდ იმ ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა, სადაც ეს ინციდენტი მოხდა. საერთოდ იქ არ იმყოფებოდა. კი ბატონო, ვიცი. მაგრამ იყვნენ, ასე რომ ვთქვათ, მანამდე ორგანიზატორები ამ აქციების უფრო საუბრობდნენ კარგად, უფრო შეეძლოთ ხალხის აყოლიება და უბრალოდ მოაშორეს ამ ყველაფერს და რაღაც 6 წელი უნდა მიცენ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იცავდნენ საკუთარი ქალაქის, საკუთარი ოჯახის და საკუთარი მეგობრების ინტერესებს. კი ბატონო, სწორედაც ეს მოტივი უნდა გახდეს ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, წყალგამყოფი მუშაობის ასე ვთქვათ, საკუჭნაოში ჩურჩულებით დაწყების მსურველთა და მართლაც ობიექტურად და სამართლიანად დაპირისპირებულთა შორის. ეს უნდა იყოს შემაერთებელი. თქვა ბატონო ბექა რომ სხვათა შორის ამაზე არ არის ხომ თლად ისე საუბარო კომპანია და სახელმწიფო ამ შემთხვევაში არის ერთი და იგივე. ეს დასტურდება ბევრი რამე. და ერთი დასტურდება გეტყვით. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ასე რომ ვთქვათ, კოლეგები არიან თქვენი და მაინც შევეხები რომ ვიცით ახლა სამთავრობო მედიას ვინც წარმოადგენს სინქრონში 3 სამთავრობო მედია სინქრონში აშუქებს და აშავებს კი ბატონო, როგორც იმედი, ასევე პოზიტივი და ასე შემდეგ. კი, პოზიტივი, რუსთავი 2 იმედი. და ერთი რაღაც მინდა დავზინო, მაპატიეთ, ჩვენი კოლეგები ცოტა ნაკლებად. ჩვენ ხომ ჟურნალისტები არა ვართ, აქ პოლიტიკური ერთობაა, თორე ყველა ჟურნალისტს ზურგის ქარი თუ ის ელემენტარულ ჟურნალისტიკურ ეთიკას მაინც დაიცავს. ბატონ დავით, გეგას სურს, ბატონ გეგას კიდევ კითხვა და თუ შეიძლება რა მოისმინეთ. კი ბატონო. მოგესალმებით, ბატონო დავით. ქრისტიანს და ღმერთმა თქვენი საქმიანობა პირნათლად გეკეთებინოთ ყველაფერი, ამას გისურვებთ მე ღვთისა და ერის წინაშე. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველა იმ საქმეში, რასაც აღასრულებთ და წარმატებული ყოფილიყოს თქვენი მოღვაწეობა. ეხლა მე გისმენთ თქვენ და აბსოლუტურად მოყვებით ყველა იმ საკითხში, რასაც საუბრობთ და ვეთანხმები მე თქვენს მოსაზრებებს, რა თქმა უნდა. ეხლა სახელმწიფო საკუთრებასთან დაკავშირებით მე ცოტა ჩემი შეხედულება მაქვს პირდაპირ ნაციონალიზაციას, ასე მე უფრო ასე ვთქვათ საკუთრების იმ ფორმას ვუჭერ მხარს, რომელიც საქართველოში როგორც საკუთრების ფორმა არ არის განსაზღვრული, ანუ ეს არის საზოგადო საკუთრება, მე მიმაჩნია რომ ესეთი დიდი რესურსები, როგორც არის ტყე, როგორც არის წიაღისეული, როგორც არის წყალი და ასე შემდეგ, უნდა იყოს საზოგადო საკუთრება და ქვეყანაში ასეთი საკუთრების ფორმა უნდა შემოვიდეს. ეს სხვა საკითხია. მაგრამ მე მინდა თქვენ აი ესეთი რამე კითხოთ და ეს არა მარტო ჩემი კითხვა და აზრია, ეს არის ზოგადად ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის და დიდი ნაწილის პოზიცია და აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ მე მესმის ძალიან გულშემატკივრობთ ჭიათურაში არსებულ პროტესტს, მივესალმები ამ პროტესტს, მივესალმები აი იმ კარვებს, მივესალმები და სოლიდარობას უცხადებ დაპატიმრებულებს, მაგრამ
არ ფიქრობთ და იგივე შეკითხვა ჩვენ გქონდა ხოლმე, როდესაც ის ნამოხვან ჰესში მიმდინარეობდა ეს აქციები. იგივე მე მაგალითად ეხა შეხება მაქვს სოფელ ლალისყურთან და კახეთის სიმხარეში, სადაც სტორჰესი შენდება და იქ სტორჰესის მოსახლეობასთან მქონდა ხოლმე საუბარი სოფელ ლეჩურში, იქ დიდი გიგანტური ჰესები შენდება და დატბორვას ესე იგი იტბორება და ნადგურდება დიდი ხეობა და ესეთი და ესეთი სხვადასხვა გამოვლენები არის ხოლმე საქართველოში და არ ფიქრობთ რომ ეს პროტესტი ეს ხო ჩვენ პრემიერ-მინისტრი ვახსენეთ წეგან საქართველოს ხელისუფლება ვახსენეთ რომელსაც მე ხელისუფლებად არ მოვიხსენიებ და ძალაუფლების უზურპატორ ძალად მივიჩნევ ქართულ ოცნებას მაგრამ დღეს რაც არიან ისინი და რასაც აკეთებენ ხო არ ფიქრობთ რომ დროა რომ აი ეს ყველაფერი ცენტრალიზირდეს თბილისში და არ ვიწრო ჯგუფები პოლიტიკური პოპულიზმის გამო რომ გამოდიან და რაღაც განცხადებებს აკეთებენ ყოველდღიურად დაუშვათ. არამედ აი ესეთი მასობრივმა პროტესტმა მიიღოს კონკრეტული პოლიტიკური სახე და ეს ყველაფერი ცენტრალიზდეს თბილისში. დაიძრას თქვენი ჭიათურლები, გამოვიდნენ თბილისელები და ეს პროტესტი, ეს მუხტი თბილისში განვითარდეს, მთავრობის სასახლესთან განვითარდეს, პარლამენტთან განვითარდეს და ცენტრალური უფრო ძლიერი და უფრო მძლავრი იყოს. აი თქვენი პოზიცია და თქვენი თანამებრძოლის პოზიცია მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ანუ დღეს ახლა სხვათა შორის 1 მაისი რახან იყო თან დაანონსდა დიდი აქცია ჭიათურაში და იყვნენ ეგ ადამიანები სხვადასხვა ასე კერებს ვინც ქმნიან ამ პროტესტისას ჩამოსულები ჭიათურაში მაგალითად ვანში რო პრობლემებია იქ კანიონზე და გასხვისებული როა ყველაფერი იქ რაჭის ტყეები რო გასხვისებული იყო და ის ადამიანები ნამახვანის ორგანიზატორები ჩვენ სულ დავდიოდით ხოლმე ნამახვან ჰესში აქციებს ვესწრებოდი და სპეცრაზმა დაგვარბია და გვცემა პირადად ჩვენ ლევან ჩაჩვენა. ეხლა დღეს იყვნენ და მე ვფიქრობ რომ ზოგადად ეს ადამიანებს ზოგადად ქვეყანაში როგორ მდგომარეობაა რა რომ ყველა 2 წუთი დაგვიმატეთ რა პასუხისათვის. რაღაცნაირად დაკომპლექსებულები ვართ ამ გაერთიანება არ შეგვიძლია. ვიღაცაზე ამბობენ ეგ ის არის, ეს ის არის, აუ მაგას არ გაეკარო, იმას არ გაეკარო და ჩვენ სამწუხაროდ ამ პროპაგანდაში ვარ ჩაფლულები, რომ გვიწევს ამ იმის ახსნა რომ არა მე კი ის კი არა ვარ ეს და გაერთიანება არ შეგვიძლია. ყველაზე მეტად ყველა ხელისუფლებას ეშინია ხალხის გაერთიანება და გეთანხმებით 100% რომ უნდა გავერთიანდეთ ყველანი ეს ძალიან დიდი პრობლემები არის საქართველოში და ეხა ჭიათურლები კითხულობდნენ სხვათა შორის სამწუხაროდ ეს ადამიანები აქამდე იყვნენ და დღემდე ბევრი მათგანი ალბათ არის ქართული ოცნების ამორჩეული და მათი მხარდამჭერი. ზუსტად მაგას ამბობდნენ რომ თქვენი მხარდამჭერები ვართ და ყურადღება მოგვაქციეთო და თავიანთ მხარდამჭერებსაც კი არ აქცევენ ყურადღებას. ელემენტარული ისიც კი არ ქნეს რომ წარმომადგენელიც კი არ შეახვედრეს ამ ადამიანებს რომლებიც 60 დღეა თავიანთი მხარდამჭერები არიან, აშავებენ ამ მხარდამჭერებს და ყველანაირად უკეტავენ გზებს და მე ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში ძალიან ცოტა დრო დარჩა იქამდე რომ თქვენ რა პროტესტების ჩამოთვალეთ ეს და არა მარტო ეს გავერთიანდებით და ამ ქვეყანას მართლა გადავარჩენთ და დავაყენებთ რეალურად სწორ რელსებზე და არა ის მოჩვენებითი მშვიდობა, არა მოჩვენებითი ღირსება და როგორ შეიძლება ღირსეულად ცხოვრობდეს ადამიანი და შვიდად, როდესაც ლუკმაპურის ფული არ აქვს. ჭეშმარიტად, გეთანხმებით. აი, ასეთი გამოთქმა ჰქონდათ ძველ რომში, რომ საშიშროების ჟამს თავს გრძნობდე უსაფრთხოდ, ეს ყველაზე დიდი საშიშროებაა და ეს ნამდვილად მოჩვენებითი მშვიდობაა, მე გეთანხმებით აბსოლუტურად. და საშიშროების დროს რომ თავს გრძნობ უსაფრთხოდ, ეს უკვე ნოზოლოგიაა. ჩემი სფეროა, უფრო მეტიც ფსიქიატრიის სფეროა. მე შემიძლია ძალიან ასე თქვათ, ასეთი ამომწურავი მართლაც პირუთვნელი და მართლაც იმ გულს ძალზედ გულშემატკივარი და ობიექტური თვალით დანახული ნათქვამი ასე თქვათ მოესმინა შევეცადეთ მოესმინა ჩვენს საზოგადოებას ჩვენს მრავალრიცხოვან მაყურებელს და რადიო მსმენელს რისთვისაც მათი სახელითაც მადლობას გიხდით თქვენ მადლობას უხდი იმ ღირსეულ მართლაც ქალაქელებს რომელთაც იციან რომ არა საკუთარი ჯიბისთვის
რომ აი მოდით თქვენ 10 კაცი ეხლა საკალმახეს გაგიხსნით. მოდით თქვენ 5 კაცი კეთილმოწყობის სამსახურში დაგასაქმებთ. თუ ასე შემდეგ მე მგონი რაღაცა შეიძლება ვინმეს ენიშნა და ამის გამო გავიყიდოთ და ჩიხში შევიყვანოთ პროცესს. არა ბატონებო, შვილების მომავალი თაობისათვის ქალაქის ცოცხალ უნარიანობისათვის და საერთოდ შენი ქვეყნისათვის თუნდაც და შენი თავისათვის აი ის ნაბიჯები რაც გადადგმულია უნდა დაემატოს საერთო პირი ერთსულოვნება და რა თქმა უნდა შედეგიც სწორედ ისეთი იქნება რაც ყველას მოგვეწონება და მივიდეთ ერთად დავამატებ თქვენის ნებართვით რომ სანამ პირადად შეგვეხება რაღაც პრობლემები მინდა ადამიანებს მიმართო და მოუწოდო როდესაც ქვეყანაში არის გამეფებული უსამართლობა, ეს უსამართლობა ადრე თუ გვიან აუცილებლად ყველას კარზე დააკაკუნებს. კი ბატონო, კი ბატონო. სანამ შენი მეზობლის კარზე აკაკუნებს ეს უსამართლობა, იქნებ მანამდე მივხვდეთ რომ ჩვენც მოგვადგება და იმ ჩვენ მეზობელთან ერთად კეთილი დრო ჩამოგეწურა, დრო ჩამოგეწურა, მე გვიანი იქნება ყველა. დიდი მადლობა კეთილი სურვილებით გემშვიდობებით. ერთობისთვის გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ერთად ვიყოთ და ერთად ვიბრძოლოთ რა. გამოვნახოთ ძალები და რესურსები იმისათვის, რომ გავერთიანდეთ ყველანი. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ რა. კი ბატონო. ხომ ერთმა მშვიდობა მოგწეს და გაგვაძლიეროთ. დროებით მე მინდა ტელემაყურებელს შევახსენო და რადიო მსმენელს, რომ ამ გადაცემის შემდგომ, მცირე შესვენების შემდგომ ჩვენ კვლავ ეთერში ვიქნებით.